პოლიტიკური თაღლითობა, აფიორა და საერთაშორისო თანამეგობრობის გადაგდება. სწორედ ასეთია არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეფასება. ისინი გეგმავენ, რომ ჯანი ბუკიკიოსთან ხვალ ისაუბრონ იმის თაობაზე და ჩააყენონ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში, თუ რა პოლიტიკური პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ახალი ცვლილებები აღარ ტოვებს პოლიტიკურ ველს იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს და ეს ცვლილებები მხოლოდ რევოლუციური გზით მოხდება. რა თქმა უნდა გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის სამართლიანობის იმედი და მათ უნდა ესმოდეთ, რომ თუ ისინი არ განახორციელებენ სამართლებრივ და სამართლიან ზეწოლას ხელისუფლებაზე და თუ იქნება ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, როდესაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ იქნება ელემენტარული პირობები იმისათვის, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს აუცილებლად დაპირისპირებას, გამოიწვევს არასტაბილურობას და გამოიწვევს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის აუცილებლობას.